დევნილთა განსახლების კრიტერიუმებთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა დღეს სასტუმრო ამბასადორში, სადაც დევნილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დევნილებს, არასამთავრობო სექტორს და საერთაშორისო ორგანიზაციებს ახალი დოკუმენტი წარუდგინა. დოკუმენტი იმ კრიტერიუმებს განსაზღვრავს, რომლის მიხედვით იძულებით გადაადგილებულ პირებს საცხოვრებელ ფარდს გადასცემენ. დოკუმენტის მიხედვით ყალიბდება სპეციალური ქულების სისტემა, რომელიც თითოეული ოჯახის კონკრეტულ საჭიროებებს აფასებს. სამინისტროში ამბობენ, რომ ქულების მინიჭების ახალი სისტემა საცხოვრებელი ფარდის სამართლიანი გადანაწილების გარანტი გახდება. დღევანდელ დღემდე საერთოდ კრიტერიუმები დევნილთა განსახლებზე არ არსებობდა. დღიდან იქნება ქულების სისტემა. კრიტერიუმები ეს იგივე ქულების სისტემაა, რომელიც თითქმის აღმოფხვრავს ყველა იმ მანკიერებას, რომელიც აქამდე იყო, ეს პერსონალური იყო თუ რაღაც ნაცნობობით და თუ სხვა. It will ensure the fair and transparent. ეს დოკუმენტი უზრუნველყოფს გრძელვადიანი საცხოვრებლებით უზრუნველყოფას და მათ გამჭირვალე გადანაწილებას, რაც გრძელვადიანი პროცესია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს შესაბამისი პროცედურები. დანის ლტოლვილთა საბჭომ მჭიდროდ თანამშრომლობდა სამინისტროსთან ამ დოკუმენტების შემუშავებისას, ისევე როგორც სხვა ორგანიზაციები.